ეუფეო ზეცათა რუბიშინის ბრძენულ სულ ჭეშმარიტებისა რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავს მადრის და შენი საუნჯეო კეთილთა მომიჯებო ცხოვრებისა მოვიდა დაიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვრის სახელი სულ ჩვენ ამენ ჩვენ 26-ე თავი დავასრულეთ წინაზე და გადავდივართ ეს უკვე 27-ე თავზე. სულ ორი თავი დაგჭირა. 27 და 22. ორი თავი დაგჭირა და დასრულდება მათეს სახარება. თქვენი სიტყვა ჩვენ აქ კონკრეტულად მხოლოდ მათეს სახარებას არ განმარტავთ. მე ვიტყვა თქვენთვის რომ მათე, მარკოზი და ლუკა იწოდებიან სინოპტიკოს מחარებლებად, ანუ აღწერენ ძირითადად არიან დაკავებული მოვლენების აღწერით და იოანეს სახარება არის გაცილებით ღრმა, გაცილებით ისეთი ღვთისმეტყველური, თავიდან ღვთისმეტყველებით იწყება და მე თქვენ გითხარით რომ იოანეს სახარებას მის რაღაცა ძირითად მომენტებს იმას რაც თქვა არ წერია არც ერთ სხვა מחარებელთან აი ამ სახარების დასრულების შემდეგ აუცილებლად განვიხილავთ და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ სახარება შევაჯამეთ მეტნაკლებად რა თქმა უნდა ანუ რაღაც წარმოდგენა გარკვეული გვექნება უკვე უფლის ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ და როდესაც დავასრულებთ უკვე იოანეს სახარების აი ამ მნიშვნელოვანი ადგილების განხილვასაც იოანეს სახარების განხილვას მიუხედავად იმისა რომ მოცულობით მცირე იქნება თვითონ ის მასალა რაზეც უნდა ვისაუბროთ ევადია ძალიან შინაარსობრივად და თანაც იოანეს სახარებას უკვე განვიხილავ მე იოანე ოქროპირის კომენტარებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ღრმა არის და აი ნახავთ თქვენ თვითონ მე და გაუცებული დარჩებით ახლა აქ მე განგებ მათეს სახარებაში არავის კომენტარებს არ ვიშველიებ ეს არის თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ ის რაც ჩემში დაილექა წლების განმავლობაში აი იმას რასაც უფალი მაძლევს და რასაც მიხსნის იმას გეუბნებით და იმას გესაუბრებით, მაგრამ ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ უკვე თქვენ საკმაოდ შემზადებული იქნებით იმისათვის, რომ ცოტა მეტი სიღრმე მივცეთ ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე იოანე ოქროპირის განმარტებებით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძირითადი ნაწილი სახარებისა, რომელიც არის იოანეს სახარებაში გადმოცემული. და თქვენ თვითონ ნახავთ რატომ ეწოდება შემდეგ უკვე იოანე ოქროპირის ოქროპირი. და ნახავთ რა სიღრმეები აქვს. მსგავსი სიღრმეები მე არც ერთ სხვა მამასთან არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მიყვარს. წმინდა მამებიდან და ყველა მიყვარს. ჩვენ ორი თავი დაგჭირა, როგორც გითხარით, 27 და 28 დასკვნითი თავები ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებზე ვართ მისული უკვე. ვინც სისტემატიურად ესწრებით და ვინც მოგვდევთ ალბათ ხვდებით რომ აი როგორ ეტაპობრივად ნელ-ნელა მივედით იმ კულმინაციამდე რაც არის მისია ამ ქვეყნად მოსული ძეღვთისასი რომელმაც ადამიანური ბუნება შეიმოსა და ეხლა ნახავთ ჩვენ თუ რისთვის გააკეთა მან ეს ყველაფერი თუ რას ემსახურებოდა მისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობა მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება ამას ყველაფერს შევხედავთ. ჩვენ წინაზე ძალიან მნიშვნელოვანი თავი განვიხილეთ 26-ე თავი, რომელიც ამ ნაწილად გავყავით. ბოლოს დავასრულებთ ჩვენ წინა შეხვედრა პეტრესთან დაკავშირებული მონათხრობით, როდესაც პეტრემ სამგზის უარყო მისთვის ჯვარცმული მისი საყვარელი უფალი და შემდეგ ეწერა ესეთი სიტყვები, რომ როდესაც მისი მესამე უარყოფის შემდეგ მამალმაც იყივლა, პეტრეს გაახსენდა ის სიტყვები, რომელიც უფალმა უთხრა, რომ სანამ მამალი იყივლებდესო, შენ მოასწრებო, რომ სამჯერ უარყო ჩემთან ნაცნობობაო
და გამოვიდა გარეთ და ტირო და მწარეთ, რომ მე ისიც გითხარით, რომ ლუკა მახარებელს თუ სწორად მახსოვს უწერია ისიც, რომ მაცხოვარმა შეხედა სწორედ იმ დროს, როდესაც მამალმა იყილა, გამოხედა პეტრეს. და რადგან შევარდებოდა პეტრე, ხა თქვენ ალბათ წარმოგიდგენთ. ერთმა ესეთმა რო არ გაიაროს თითოეულწელი არ არსებობს. მიმიზნება. აქეთ მოდით გავყოთ ახლა რა ხდება. დავით არცა განთენა, ანუ როდესაც გათენდაო, ესე იწყებს პრობას მახარებელი. გათენდა რატო? იმიტომ რომ ის რა ჩვენ ნახეთ აქამდე ეს ღამე მოხდა, საღამოს მოხდა. საღამო იყო უკვე დაღამებული იყო, როდესაც გეციმანიის ბაღში მივიდა იუდა, აი ხალხთან ერთად, როდესაც შეიპრეს, ეს ყველაფერი რაც აქამდე ვნახეთ, ხდებოდა ღამე. ის კაიაფას სახლში მიიყვანა, უფლის დამცირება, დაკითხვა, რომ უნდა დადანაშაულება მისი, ეს ყველაფერი ხდებოდა ღამე. ეს პეტრეს უარყოფას ღამე მოხდა. და ეხლა გვეუბნება მახარებელი, როდესაც გათენდაო, ზრახვაყვეს ყოველთა უნდელთ მოზღვართა და მოხუცებულთა ერისათა იესუისთვის, რაითა მოკლანიგი. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრჯერ შეხვდა ესეთი მომენტი სახარების განმავლობაში, როდესაც უფალი ამხელდა ფარისევლებს, ადუკევლებს, წიგნობრებს, აი მოხუცებულებს, ვისაც ასე ვთქვათ, ავტორიტეტულ ადამიანებად ვინც ითვლებოდნენ, ამხელდა მათ უფალი მუდამ განსაკუთრებულად ფარისევლებს და ყოველი ესეთი მხილების შემდეგ მათ უჩნდებოდათ სურვილი მისი მოკვდინებისა. ჩვენ ეს ბევრჯერ ნახეთ. მაგრამ ეხლა უკვე რეალურად მიეცათ ამისი საშუალება. თქვენ გითხარით, რომ ღმერთის განგებით ეს ყველაფერი შეკავებული იყო, თორე ხა ღმერთს რომ მიეშვა, ისინი ბევრად უფრო ადრე მოიშორებდნენ მას. მაგრამ უფალს თავისი მისია უნდა აღესრულებინა სრულად ბოლომდე და ამიტომ მხოლოდ მას მერე მისცა უფლება მისი შეპყრობისა, როდესაც ქრისტემ ჩათვალა, რომ თავისი გასაკეთებელი, თავისი სათქმელი, თავისი აღსასრულებელი სასწაულები უკვე აღასრულა. ის, რაც აუცილებელი იყო თითოეული ადამიანის ხონებისათვის და გადარჩენისათვის. და ამის შემდეგ უკვე დაუშვა უფალმა, რომ აღესრულებინა და სისრულეში მოეყვანათ ამ უშჯულო ადამიანებს თავიანთი ყველაზე საშინელი ჩანაფიქრი, რაც კი შეიძლებოდა როდესმე დედამიწის ზურგზე მომხდარიყო. და ეხლა წერია უკვე, რომ უკვე ხელებს იფშვნეტენ ალბათ სიამოვნებისაგან, რომ უკვე რეალურად ხელში ყავთ, ალბათ გძნობენ კიდევაც შინაგანად, რომ უფალმა დაუშვა ეს ყველაფერი, რომ მათი დრო დადგა, რომ შეუძლიათ უკვე რომ მოაკვდინონ ფიზიკურად და მოიშორონ. რატო უნდათ მოშორება, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ხო და შეგახსენებთ, იმიტომ რომ უფალი მათ ამხელდა მუდამ და არავის არ სიამოვნებს მამხილებელი. მამხილებელი სიამოვნებს მხოლოდ თავდაბალ ადამიანს. თორე თუ ადამიანი აპარტავანია, მას არ უყვარს მამხილებელი, ზულს. აღარ ნახოთ რა ხდება და შეკრეს იგი, ხელები შეუკრეს, შეკოჭეს და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. მიიყვანეს პილატე პონტიელთან. ეხლა უყურეთ, მიაქციეთ ყურადღება მზაკვრებას აი ამ ფარისევლების, აი ამ წიგნობრების, აი ამ ხალხის. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნდა ქრისტეს მოშორება, იმიტომ რომ ძვალებით დაყავთ ხელში გაჩხერილი, წინაზეც ვახსენებ ეს. მიუხედავად ამისა, მათ უნდათ რომ წყლიდან მშრალი გამოვიდნენ. არ უნდათ რომ სისხლში გაისვარონ ხელები, მათ უნდათ რომ ცილი დასწამონ და ეს საქმე, ეს ბინძური საქმე გააკეთებინონ სხვას. მართლს ამ შემთხვევაში პილატეს. იმიტომ რომ პილატე არის პროკურატორი და პილატეს ხელეწიფება დასაჯოს ესა თუ ის ადამიანი. მათ არ უნდათ რომ ესაჯელი აღასრულონ. ისინი გაურბიან ამ პასუხისგებლობას, ისევე როგორც აი მე თქვენ გითხარით, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ჩვენ ადამიანები, ხა მე ჩემსაც გეტყვით ეხლა რა, ადრეს ბევრჯერ მithქვას ესე აღსარებაცავით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანს ექნებოდა მსგავსი რამე, რომ როდესაც ბავშვობაში მქონია რა განსაკუთრებით რა, ვიღაცას რომ რაღაცა
ვიღაცასთან დაძაბული ურთიერთობა რომ ქონია კონფლიქტი ხო? გულში მინატრია რა, რომ აუ ნეტა ეს ადამიანი არ არსებობდეს რა და რა მინატრია, იცით? აი ესე როგორი სუმდაბალი სახასიათებს ადამიანს რა, რომ ნეტა რაღაცა დაემართოს რა. რაღაცა დაემართოს, რაშიც შენ არ იქნები დაუნაშავე. მაგრამ გაგეხარდება რა. ყველაზე უკეთესი რაც მინატრია ხომ ნეტა სადმე გადასახლდეს, რაც ალმე უცხო ქვეყანაში წავიდეს, სადაც აი ჩვენი გზები ერთად აღარ გადაიკვეთება არასოდეს რა. და თუ ეს შეუძლებელი ყოფილა, პირდაპირ მინატრია მისი მოცილება, ყველანაირისაკენ რა. ოღონდ ისე რომ მე დავნაშავე არ ყოფილიყავი, აი ღერც რომ მოეწყო ისე, რომ იქ რაღაცა ავარია და მოსულოდა ანის. აი რაღაცა ეგეთი ხდება ეხლაც რა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ადგათ ყელზე უფალი და არ უყვართ, ეზიზღებათ. მიუხედავად ამისა, არ უნდათ რომ სისხლში გაისვარონ ხელები და უნდათ რომ ეს საქმე აღასრულოს სხვა. ნუ თვითონ თითქოს თავი გაიმართო, რომ აი ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, პილოტემ დასაჯა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი რამე თუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია 30 იგი ვერცხლი მგელთ მოძღვართა მათ მიმართ და მოხუცებულთა. დას თქვა, ცოდე რამე თუ მიგეთ სისხლი მართალი. ძალიან საინტერესო მომენტია და მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. უყურე რა წერია. დაინახაო იუდამო, რომ დასაჯესო უფალიო. მოდი შეკითხვა დავსვათ, არ იცოდა იუდამ რომ ესე იქნებოდა? არ იცოდა იუდამ რა განვითარება იქნებოდა მის მიერ აი ამ ფაქტს რომ გასცა და გაყიდა 30 ვერცხლად? იცოდა კიდეც და არც იცოდა კიდეც. და იცით რატო ხდება ეს? იმიტომ რომ აი ხლა ჩვენთვის სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ცხელ გულზე არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ხალხი. იუდას იცით რა დაემართა? იუდა იყო გამწარებული, გაცოფებული, გახსოვთ ალბათ ხო, რის შემდეგ ხდება ეს გაცემა, როდის გადაწყვეტს იუდა, რომ წავიდეს მოხუცებული, როდესაც 300 დრაქკანის ღირებულების ნელსაცხებელს დააცლის ფეხებზე და თავზე ის ქალი მარია მაგდალინელი გითხარით თქვენ ხო? და როდესაც იუდას გული დაწყდება, იმიტომ რომ ქურდიდან პარავი იყო და იქიდან ძალიან დიდი თანხა შეეძლო, მასო აიღო და თითქოს გლახაკებზე შესწივა გული, რომ ხო შეიძლებოდა გაგვეყიდაო და რამდენი გლახაკის მომადლიერება შეიძლებოდა და ამ დროს მახარებელი ამოსო თვითონ იყო პარავიო, ის გვადრუციო, ის რაღაცა საერთო ყუთი შესაწირავი მას ჰქონდაო და აი ეს ადარდებდაო მაგასო. და აი მანდ გაბოროტდება ბოლოს უკვე რა და ის ბოლო წერტილი მანდ ესმევა იუდას გაბოროტებას და გაბოროტებული მიდის და აკეთებს ამას. ანუ უყურეთ რა ხდება. იუდას არც არასოდეს არ უყვარდა იესო რა. მაგრამ ის პოპულარობა სიამოვნებდა იესოსთან ერთად რო იყო. სიამოვნებდა ის რომ მისი სახელით სასწაულებს აკეთებდა. მაგრამ თვალში არ ამოხვაოდა რა. თავისი ამპარტავნების გამო. და იუდა შეგნებულად ამას არც გააკეთებდა და მიუხედავად იმისა რომ უნდოდა სულ რომ რაღაც აი არ მოწონდა არ სიამოვნებდა რა უფლის სიმდაბლე მისთვის მამხილებელი იყო მაგრამ გააზრებულ გონებაზე და დამშვიდებულ გონებაზე მას არასოდეს არ გაუმეტებია თლად ესე უფალი სასიკვდილოდ მაგრამ ეხლა უკვე აი ნახეთ რა მოხდა პირისპირ დადგა იუდა იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ ხალხმა სასიკვდილოდ გაიმეტა იესო. და თანაც დაინახა, რომ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია და უკან მოbrunება შეუძლებელია და ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, იესოს მოაკვდინებენ. ნახეთ? აი, კიდევ მინდა რომ პარალელი გავალო ჩვენთან. აი ჩვენ როდესაც ესეთი რამე გვინატრია აი მე მაგალითად მქონია ბევრჯერ შემთხვევა რომ მოსულან ხოლმე ადამიანები ჩემთან და უთქვამთ აღსარებაში ესეთი რაღაცა რა რომ აიო მამაო რა ვიღაცა რომელიც ძალიან ნერვს უშინდა რა და გულში რომ უფიქრია და უნატრია რა ნეტა მოკვდესო რა და მე მოხდა რა მართლა ისე რომ ის ადამიანი გარდაცვლილა
და გარდაცვლილა რაღაცა ცუდი სიკვდილით რა. და დღემდე ეს ადამიანები თავიანთ თავს ვერ პატიობენ ამას. დღემდე სინდისი აწუხებდა ქეჯნით. და საკუთარ თავს იდანაშაულებენ. რომ ესეთი სურვილი გაუჩნდათ მათ და გონიათ რომ მათი სურვილის გამო გარდაიცვალა ის ადამიანი. შეიძლება ის ადამიანი ისედაც გარდაცვლილიყო. შეიძლება ღვთის განგება იყო რომ ის გასულიყო ამ ქვეყნიდან, მაგრამ ამათ სინდის რაღა დააწნარებს. ესენი დამნაშავედ გრძნობენ თავს. და ეხლა იუდამ არათუ გულში ინატრა, არამედ საქმით აღასრულა, ხელი შეუწყო. სტარტი მისცა ამ პროცესს რა, თვითონ მივიდა, თვითონ ჩაუთვალეს ის 30 ვერცხლი, ეს 30 ვერცხლი ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამან გაანადგურა მერე იუდა რა. რომ ფულზე რო გაყიდა, თანაც მცირე ფულზე, მე თქვენ გითხარით 30 ვერცხლი არ ითვლებოდა რაღაც დიდ თანხად რა. აი ამან მოკლა და ამან გაანადგურა მერე იუდა, როდესაც ეს დააფიქსირა, რომ სინამდვილეში რა გააკეთა. ეს არ ფიქრობდა ამაზე. ცხელგულზე გააკეთა, გაბოროტებულმა გააკეთა. და ბოლო-ბოლო დადგა ამ ფაქტის წინაშე, რა რომ თურმე ბიჭო, ესე იგი, ეს ხალხი კი არ ხუმრობს. ეს ხალხი მართლა მოკლას უპირებდა. და ინანაო წერია. ხედა? მაგრამ მე თქვენ აგიხსენით ერთხელ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სინდისის ქეჯნასა და სინანულს შორის და გითხარით რომ კლასიკური მაგალითი ამისა პეტრე და იუდა. თუ თავდაბალი ხარ ადამიანი ის სინდისის ქეჯნა აუცილებლად სინანულში გადაიზრდება და თუ კი ამპარტავანი ხარ სინდისის ქეჯნა გადაგივა სასოწარკვეთილებაში. აი ერთის და მეორეს. ორივე მაგალითი აგერაკოს. ანუ სინდისმა შეაწუხა, მოდი ესე ვთქვა, იუდა. მიხვდა რომ არასწორად მოიქცა. მიხვდა რომ ცხელგულზე იმოქმედა. მიხვდა რომ ესე არ უნდა მოქცეულიყო. დაიხო. რამე თუ დაისაჯა, შეინანაო და მიაქცია 30 იგი ვერცხლი, მდელთ მოძღვართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქვაო, ცოდეო, რამე თუ მიგეთ სისხლი მართალიო. ნახე? ნახე რა შეუბნება. ცოდვა ჩავიდინეო რომ მართალი ადამიანი მოგეცითო თქვენო. ხედავ? ესე იგი იუდას გადასარევად ცოდნია დაწყნარებულ გონებაზე, რომ იესო მართალია. მაგრამ გაბრაზებულზე ეს ვეღარ მოძრომა უკვე. და ცოდვა ჩავიდინეო, არასწორად მოვიქეციო, რომ მართალი ადამიანი ჩავაგდეო თქვენს ხელშიო. და ეხლა უნდა იუდას რომ რაღაცნაირად გამოისყიდოს ეს. აი უკვე აღარ შეუძლია სინდისი წვავს, აწუხებს, ქეჯნის უკვე. თან არ დაგავიწყდეთ ხალხო, ეს ის იუდა, რომელმაც მთელი 3 წლის განმავლობაში უფლის ყველა სასწაული იხილა. ყველაფრის მომსწრე იყო. მომსწრე იყო მისგან მომდინარე სიყვარულისა, სითბოსი. ხალხის დაყურებისა, ბრმების თვალის ახილვისა, მკვდრების აღდგინებისა. აი ამ ყველაფრის მომსწრეა იუდა. იუდა უფლის მიერ გაგზავნილი თვითონაც აღასრულებს, ასწავლებს. და ესეთ იუდას უცებ გაეხსნა. უცებ გადაეწმინდა თვალიდან ის რაღაცა ჭუჭყი და დაინახა რამხელა საშინელება ჩაიდინა. რამხელა წოდვა ჩაიდინა მან. რომ მართალი ადამიანი გაყიდა, გასცა. შეიძლება იუდას არ აქვს იმის შეგრძნება თავისი ამპარტავნებიდან გამომდინარე რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ იმას უეჭველად ხვდება რომ ქრისტე მართალია. და ქრისტე არ ემსახურებს არც ერთ იმ სასჯელს, რომელშიც მოხვდა. ეს ზუსტად ისის მან. იმიტომ რომ გაუარა იმ გაბრაზებამ და დამშვიდა და უყურა როგორ ტანჯავენ იესოს. და უყურა იმასაც, როგორ სიმშვიდით იღებს იესო აი ამ დაუმსახურებელ ტანჯვას და ცილის წამებას. და ამან კიდევ უფრო გაანადგურა და კიდევ უფრო მოსპო. ძალიან ცუდ დღეს ჩავარდა. მე მინდა რომ თანაუგრძნოთ მას.
იმიტომ რომ არასოდეს არც ერთი ადამიანი არ უნდა განვიკითხოთ. ერთმა დააგვიფაროს და შეიძლება ხვალ ჩვენ აღმოჩნდეთ გალ სიტუაციაში. და თქვენ იცოდეთ რომ იუდა უფალს ყოველთვის უყვარდა. ბოლო მომენტამდე. და არსებობს აპოკრიფული გადმოცემა, მე თქვენ ადრეს გითხარით, სადაც წერია რომ როდესაც უკვე თავის ჩამოხრჩობა გადაწყვიტა, სამჯერ ჩამოეწია ტოტი. ანუ იქაც მიანიშნებდა უფალიო არ მინდა რომ თავი მოიკლა. შენ ინანე და მე მზად ვარ რომ გაპატიო, მაგრამ არა. იუდეს ამპარტავნება მამას ვერ გაუძლო. ხო მიდის და ეუბნება რომ ცოდვა ჩავიდინეო, ამ უდელთავრებთან მიდის და ცოდვა ჩავიდინეო რომ მართალი კაცია. ეხა ისინი რა დამხსნელები არიან ნახე. ხოლო მათ მიუგეს და ქვეს ჩვენ და რა შენიხილე. ჩვენ რაო? ჩვენთან რომ მოხვედე ისთვის მოხვედია. არასწორად მოიქეცი შენ თავს მოკითხეო რა. არავით არაზნობა არ გამოუცხადა იუდას. არც ერთმა ადამიანმა. და უცებ მიხვდა იუდა რომ სულიად მარტო დარჩა ამ სამყაროში. იმიტომ რომ არავისთან აღარ მიესულებოდა. მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავავლოთ პარალელი. განა იგივე ცოდვა არ ჩაიდინა პეტრე? და უფრო მძიმე? პეტრეს დარჩა მარტო. პეტრეც მიხვდა რომ არ მიესულებოდა არავისთან. თავი მოეჭრა მოციქულებთან, უფალთან, ყველასთან. ისე დამდაბლდა. მაგრამ პეტრე არ იკლავს თავს. პეტრეს ყოფნის სიმდაბლე, პეტრეს ყოფნის სინანული, პეტრეს ყოფნის გააზრება იმისა, რომ ღმერთის სიყვარულია და უფლის კაცმოყვარება შეუძლია მას ვაპატიოს. პეტრე ხვდება რისთვის დაეშვა მას ეს განსაცდელი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პეტრე ხვდება რომ სწორედ იმიტომ დაეშვა რომ პეტრე სიმდაბლე ისწავლოს, პეტრე დამდაბლდეს. ამისთვის მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ პეტრეს სწორი გაკვეთილი გამოაქვს. იუდას ვერა. ხალხო პეტრეების და იუდების თითოეული ადამიანში ცხოვრობს. ეს იცოდეთ თქვენ. მე თქვენ მხატვრულ ნაწარმოებს არ გიკითხავთ და იმის ანალიზს არ ვაკეთებ რა. ჩვენ ცხოვრების სიგს ვკითხულობთ. თითოეული ჩვენთაგანში არის პეტრეც პოტენციურად და თითოეული ჩვენთაგანში არის იუდას პოტენციურად. აი რომელს მივცემთ ჩვენ გასაქანს, აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. და ის სწორედ ეს ჩვენი არჩევანი მე ან გაგვამართლებს ღვთის წინაშე, ან გაგვამტყუნებს. ასე რომ თხილად ვიყოთ და ყურადღებით ვიყოთ ძალიან. და ხო ხედავ როგორ დასცინია. შენი კითხეო რა, შენი საქმისა რომ ჩვენ რა გინდა, ჩვენ დაგაძალეთო რომ მოსულიყავი. მართლებიც არიან ისინი. იმათ ხო არ უთქვამთ არა და ხო არ დააუძალებიათ იმათ რომ გინდათ თუ არა მოდი და მოგვიტანე ეს ფული და თვითონ მივიდა თავისი ინიციატივით. ეშმაკმა ესე იცის, ჯერ ცოდვა ჩაგადენინებს და მე ესე ტოვებს მარტო შენ საკუთარ სინდისთან და გამხელს, იმიტომ რომ უნდა რომ შემდეგ აიყურე ეშმაკს ორი რამე ამოძრავებს, ერთი ჯერო ცოდვაში ჩაგაგდოს და მე მთავარი ამ ცოდვიდან შენ სინანულამდე არ მიყვიდე და სასო წარკვეთილებისკენ გიბიძგოს. აი ეს არის უკვე საბოლოო დაღუპვა ადამიანისა. თუ კი სასო წარიკვეთა. და დააბნია ვერცხლივი ტაძარს ამაშინა დაყარა ეს ვერცხლი. ხედავთ? აი ეს რასაც დახამდა არა და ვერცხლის მოყარე იყო იუდა. მაგრამ აი ამ მომენტში უკვე მორჩა დამთავრდა, მიხვდა რომ თურმე რამხელა საზღვრობა ყოფილა. აი ეს მისი ვერცხლის მოყარეობა. მიხვდა სადამდე მიიყვანა ამ ვერცხლის მოყარეობამ, რომ მართალი ადამიანი გააყიდინა და სასიკვდილოდ გაამეტებინა. და ის ვერცხლი და ის ფული, რომელზეც ზედამთვარე ამოსდიოდა, არაფრად აღარ უღირს. იმდენად შეაწუხა, იმდენად დაეწვა სინდისი და დააბნია ის ვერცხლი ტაძარში. განეშორა, წარუიდა და შიშთვილიბა. შიშთვილიბა არის ძველ ქართულად თავი ჩამოიხრჩო. წავიდა, გამწარებული და თავი ჩამოიხრჩო.
სასოწარკვეთილება, ჩემო გვიფასო ადამიანებო, არის ყველაზე მძიმე ცოდვა, რაც კი შეიძლება ადამიანს გაემართოს ამ ქვეყანას. ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ და გაიქეცეთ, ხო? თქვენ იცოდეთ და გახსოვდეთ. არასოდეს არც ერთი ცოდვა არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. რაც არ უნდა შეგემთხვეთ, ღმერთმა დააგიფაროთ მძიმე ცოდვებისაგან, მაგრამ დაზღვეული სამწუხაროდ არც ერთი არა ვართ, ხო? ყველანი ადამიანები ვარ და ჩვენი ამპარტავნების გამო ხანდახან ღმერთი უშვებს, რომ რაღაცა ცოდვებში ჩავარდეთ, რომ ჩვენი საკუთარი თავი დავინახოთ. ხანდახან მძიმე ცოდვებშიც. მაგრამ ერთი რამე გახსოვდეთ. არ არის არასოდეს გამოუსწორებელი ტრაგედია, არც ერთი თუნდაც უმძიმესი ცოდვა. მაგრამ იცით რა არის გამოუსწორებელი ტრაგედია? უნანელობა. აი, როდესაც ადამიანს სინანული აღარ გაგაჩნია, როდესაც ადამიანს იმედი გადაგეწურება ღვთის კაცთმოყვარებისა, როდესაც ადამიანი ხელებს ჩამოყრია და გადაწყვეტ, რომ აზრი აღარ აქვს, არაფერს და მოდი დაუნებდები და ტალახში რო ჩავარდები და აღარ წამოდგები, აი ეს უკვე ტრაგედია. და თუ კი ეს ტრაგედია სრულდება ბოლომდე სასოწარკვეთით, ბოლომდე სასოწარკვეთა უკვე მიდის სწორედ თვითკვლელობამდე. ანუ აი ეს არის სწორედ ეშმაკის მიზანი, რომ გაფიქრებინოს, რომ შენ ისეთი მძიმე რამე ჩაიდინე, რომელსაც შენდობა არ შეიძლება რომ გქონდეს. წარმოუდგენელია. და შენ სიკვდილს იმსახურებ და თვითონ საკუთარი თავისთვის გამოგაქვს მერე განაჩენი. არ შეიძლება. აი როგორც სხვისი მოკვდინება არ შეიძლება და როგორც სხვის შემთხვევაში არავითარი უფლება არ აქვს. რომ შენ გამოიტანო დასკვნები, რომ ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ არ უნდა იცოცხლოს, მე ძალიან ბევრჯერ მქონია საუბარი და კამათი აი სწორედ ისეთი ცოტა ისეთ მოაზროვნე ადამიანებთან, მამაკაცებთან, რომლებიც თვლიან, რომ ვიღაცა მოსაკლავია და ვიღაცა არ არის მოსაკლავი რა. ვიღაცამ უნდა იცოცხლოს, ვიღაცამ არ უნდა იცოცხლოს. რა შენი საქმეა, შენ ვინ კითხავს? შენ მიეცი სიცოცხლე? იმან ცოდვა ჩაიდინა, დააშავა, საშინელება გააკეთა თუ რა გააკეთა, ება ღვთის წინაშე ჩაიდინა. იმას თავისი ბატონი ყავს, იმას თავისი მამა ყავს, რომელმაც უნდა მოკითხოს იმას ჭკუა და რომელმაც უნდა მოკითხოს, რომლის წინაშეც მართებს იმას პასუხისგება. შენ ვინ მოგცა უფლება, რომ უწყვიტავ იმ ადამიანს უნდა იცოცხლოს თუ არ უნდა იცოცხლოს? რაც არ უნდა გაგამწაო, სხვა საკითხია, ეხლა თქვა აფექტში რომ ვიღაცა შემოგაგდეს, ეს გასაგებია. მაგრამ შენ ცივ გონებაზე გადაწყვიტო, ვინ იცოცხლოს, ვინ არა, დაგეგმო და წახვიდე და მოკლა, ვინ მოგცა შენ ამის უფლება? ვინ ახარ? შენ აჩუქეს იცოცხლე, შენ მოავლინე ამ ქვეყანაზე? იქნებ ღმერთი ხედავს მასში სინანულს, იქნებ როგორ ინანიებს ის ხვალ. ავაზაკი, რომელიც ქრისტეს გვერდზე იყო ჯვარცმული, ხალხიც ყავდა დახოცილი, გაძარცული, ნატანჯი. ეხლა ის რო ვინმეს მოეკლა. მანამდე, რომ აი ნახე, ამდენ ხალხს ხოცავსო და ეს სიცოცხლის ღირსი არ არისო. ცხონდებოდა ის ავაზაკი? ხედავ თურმე რამხელა სინანულის რესურსი ყოფილა მასში, რომ ჯვარზე გაკრულმა, სასიკვდილოდ განწირულმა თავის ნაირ ჯვარზე გაკრულ ადამიანში ღმერთი შეიცნო. სინანული დაეუფლა, სრული, თლიანი მეტამორფოზა მოხდა მისი გონებისა. და უფალს შესთხოვა, რომ ღმერთო მომიხსენეო, მოდეს მოხვიდეს უფევითა შენთავ და იმ დღესვე ღირსი გახადა უფალმა, რომ ცხონებულიყო და სასუფეველში მოხვედრილიყო. ძალიან მძიმე ცოდვაა ხალხო და აიმახსოვრეთ. ყველაზე უხეში ჩარევა ღმერთის განგებულებაში, როდესაც შენ გადაწყვეტ რომ ვიღაცა მოაკვდება. და ეხლა იუდაზე ვსაუბრობდი, უბრალოდ ეხლა რაღაც აქეთაც წამიყო საუბარმა. იგივეა ზუსტად თვითკვლელობასთან მიმართებაში. აი, ვიღაცა რომ მოკლა, ამის მონანიების შანსი ჯერ კიდე გაქვს, იმიტომ რომ ცოცხალი ხარ შენ. მაგრამ საკუთარ თავს რო კლავ, ადამიანს სინანულის საშუალება მანამდე აქვს მიცემული, სანამ ამ ქვეყანაზე ცხოვრობს, სანამ ხორცში იმყოფება მისი სული. მანამდე აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. და შენ თვითონ რო ადამიანს კლავ, თან საკუთარ თავს,
და უკვე შენ თვითონვე რო უსპობ საკუთარ თავს სინანულის საშუალებას, აი ამიტომაც ითვლება უმძიმეს სოდვად თვითკვლელობა. იმიტომ რომ კლავ ადამიანს საკუთარ თავს ამ შემთხვევაში და შენ თვითონვე იჭრი ყველანაირ გზას სინანულისას და მისი გამოსყიდვისას. აი ეს გააკეთა უბედურმა იუდამ და ვეცადო ჩვენ რომ მსგავსი რამე არასოდეს გონებაშიც არ გავივლოთ. ყოველთვის ვიცოდეთ და ყოველთვის ვახსოვდეს რომ არ არსებობს სოდვა, რომელიც ღმერთის კაცმოყვარებას აღემატება და ყოველთვის ვახსოვდეს რომ ღმერთის კაცმოყვარება იმდენად დიდია, იმდენად დიდია მისი სიყვარული, რომ მას შეუძლია თითოეული ცოდვა პატიოს. ყოველი. აი ნახეთ, ერთნაირ წუმპეში დაეცნენ იუდას და პეტრეს. ერთნაირი ტალახით გაისვარენ ორივენი. მაგრამ იუდა დაიღუპა საკუთარი თავი და პეტრემ შეძლო იმ ტალახიდან ამოსულიყო და არა მხოლოდ ამოსულიყო, არამედ ისევ თავი გამხდარიყო მოციქულთან. ეკადაგა, სასწაულები მოეხდინა, სულიწმინდა მიეღო და ჯვარზეც აღსრულებულიყო. და დღეს მოციქულთა თავი ყოფილიყო. ხედავ? როგორი განვითარება შეიძლება გქონდეს ერთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებას და მეორე შემთხვევაში და ხანო დასვენებით თქვენ თო გამოიტანეთ, ხო? ხოლო მდელთ მოძღვართა მათ მიიღეს ვერცხლი და თქვეს არა ჯერ არს ესე დადებად სიწმინდესა, რამე თუ სასყიდელი სისხლისა იარს. ეხლა ნახეთ როგორი მოწესრიგებულები არიან. ესენი ხო ძალიან ესეთი ხალხია, ჯულის დამცველები, იციან წესები, რა როგორ უნდა მოხდეს, რა როგორ უნდა გაკეთდეს. და ნახეთ, იუდამ ხო დააყარა ის ვერცხლი ტაძარში. და ესენი ამბობენ ახლა, პროფესორობენ. ესო სისხლის სასყიდელიაო. და ამიტომ არ შეიძლებაო რომ ეს ვერცხლიო, ეს ფულიო ჩვენო ტაძარში დავდოთ, რა. ტაძარს უფრთხილდებიან. ხელით შექმნილ ტაძარს უფრთხილდებიან. ქვის ტაძარს უფრთხილდებიან ხალხო. და ადამიანს იმეტებენ მოსაკლავად. აი როგორ შეიძლება დაბრმავდეს ადამიანი. ცუდი ტაძრის სიწმინდეს იმდენად უფრთხილდებიან, რომ არ უნდათ რომ სისხლის სასყიდელი ფულიც კი იყოს ტაძარში. და ზრახვა ყვეს და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაი საფლავად უცხოთა. ამისთვის ეწოდა აგარაკს და მას აგარაკის სისხლისაი ვიდრე აქა დღემდე. ხედავთ როგორი კეთილები არიან თითქოს ერთი შეხედვით. უპატრონო მიცვალებულებისათვის იყიდეს სასაფლაო მეკეცისაგან. ზრუნავენ უპატრონო მიცვალებულებზე. კეთილშობილები არიან. ხედავთ როგორი გონიერები არიან, ტაძარში არ დადეს, იმიტომ რომ სისხლის სასყიდელი იყო ის ფული. მაგრამ სამაგიეროდ მაინც სიკეთეში მოიხმარეს. უპატრონო მიცვალებულებისათვის სასაფლაო იყიდეს. ხა თქვენ წარმოიდგინეთ როგორი დარწმუნებულები იყვნენ და როგორი თვითკმაყოფილები იყვნენ შინაგანად, რომ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ღვთის წინაშე სწორად მოქმედებდნენ რა. როგორ შეიძლება დააბრმავოს ამ პარტავნებამ ადამიანი ხალხო, აი სულ ამას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება რა. და შესაბამისად გაეკეცით რეალს. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყველისაი, რომელსა იტყვის. და მოიღე 30 იგი ვერცხლის სასყიდელი განსყიდულისა იმის, რომელი მოიყიდეს ზეთაგან ისრაელისათა და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბძანა მეუფალმა. ხედავთ, მე თქვენ გითხარით, რომ ხშირად იხსენებს, ხშირად იმოწმებს მახარებელი წინასწარმეტყველებს. იმიტომ რომ იც რაც მათ განჭვრიტეს საუკუნეების წინ, ხედავთ, სიტყვა სიტყვით არის განჭვრეტილი, რა სიზუსტით არის განჭვრეტილი ეს ყველაფერი. იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა. დანახული წინასწარ მე ამაზე უკვე ბევრჯერ გესაუბრეთ, მაგრამ მინდა რომ სულ გავაკეთო ხოლმე აქცენტი. განჭვრეტილი და არა განსაზღვრული ღვთისაგან.
და დაგეგმილი. განჭრეტილი იყო, იერემიამ განჭრიტა ჯერ კიდევ როდის, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდებოდა. ესე მოექცეოდნენ უმადური ადამიანები მათ გამოსახსნელად მოსულ უფალს. და ის სწორედ ამ დროსო ამბობს მახარებელი, აი ეს წინასწარმეტყველება აღსრულდაო. ანუ სწორედ აი ამ დროს ეხებოდაო ის წინასწარმეტყველება, რომელიც იერემიამ წინასწარმეტყველა თავის დროზე. მინდა უბრალოდ რომ სწორად გესმოდეთ ხოლმე ეს წიაღსულები, როდესაც აკეთებს მახარებელი, რომ აი ამ დროს აღესრულა იერემიას ნათქვამი, ისაიას ნათქვამი, იმის ნათქვამი, აი მინდა სწორად დაინახოთ. ანუ მახარებელი გვაჩვენებს თანხვედრას და ერთიანობას ძველი და ახალი აღთქმისას. რომ ის რაც ძველ აღთქმაში განიჭვრიტა წინასწარმეტყველთა მიერ, ის ყველაფერი აღსრულდა მერე ახალ აღთქმაში. და რომ ჭეშმარიტი იყოს სწორედ ის სიტყვა, რომელიც სული წმინდის მიერ თქვა საუკუნეებით ადრე იერემიამ. რომ სიტყვა სიტყვით აღსრულდა. ისაც ღმერთმა დაინახა და წინასწარმეტყველს აჩვენა, რომელსაც მომავალი გაუხსნა. ჩვენ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე. თუმცა იშვიათად. ასე დასრულდა იუდას ამბავი. მოდი ახლა მივხედოთ უფალს კვლავ, რა ხდება მასთან. ხოლო იესო დადგა წინაშე მთავრისამის და კითხა მას მთავარმან მან. მთავარი არის პილატე ახლა ამ შემთხვევაში. ხო მიიყვანეს პილატესთან გასაჯები. კითხა მას მთავარმან მან და თქვა, შენ ხარ რა მეუფე გურიათაი? ხოლო იესო თქვა მას, შენ იტყვი. ეკითხება პილატე, შენო მეუფე ხარო ურიებისო, ებრაელებისო? ებრაელების მეფე ხარო? თანამედროვე ქართული თორქვა. უფალი კვლავ ჩეულ გამოთქმას მიმართავს. შენ ამბობ ამას. მე არ ვამბობ. მე ხო ხედავ ჩუბად ვარ. შენ ამბობ ამას შენი პირით, რომ მე ვარ მეუფე გურიათა. და შესმენას ამას მგელთმოძღვართასა და მოხუცებულთასა არ არაი მიუგო. ანუ რა ხდება, უყურეთ, მარტო კი არ დგას იესო პილატესთან, იქვე დგანან მოხუცებულები, მგელთავრები. და ისინი ალესილები არიან, გაკაპასებულები არიან, გაბოროტებულები, ახსილი, თავიანთი ბოროტებით, შურით, ბოღმით, ერთი სული აქვს. იესომ მკვდარი დაინახონ, ერთი სული აქვს. ეს დრო მათთვის რაღაცა უსასრულოდ იწელება. ნატროლობენ ალბათ, რომ ნეტა პილატეს ადგილზე მე ვიყო, გავცემდი ბრძანებას მისი მოკვდინებისა. მაგრამ ნუ რას იზავ რა, რაღაცა პროცედურებია გასავლელი და ნუ ვერ ითმენენ რა. სვავები, ელოდებიან, როდის მოკვდება. მართალი ადამიანი, რომელსაც სიკეთის მეტი და სიყვარულის მეტი არაფერი ჩაუდენია. და გესლავენ, რაღაცებს ეუბნევიან, ეძახიან და ამაზეო რეაქცია არ ქონდა უფალს. შესმენას ამას მგელთმოძღვართასა და მოხუცებულთასა არ არაი მიუგო. ეხლა პილატე უცდება. პილატემ შეეკითხა, შენ ხარ მეუფე გურიათა? პასუხობს, შენ ამბობ ამას, რომ მე ვარ. მოკლედ უპასუხა, მაგრამ მაინც უპასუხა. და ისინი რომ 1000 საჭიროებას ლაპარაკობენ, იმას საერთოდ ყურადღებას არ აქცევს უფალი. პილატეს უკვის და ეკითხება შემდეგ. გვამას პილატე, არა გესმის რა რაოდენსა ესე შეგწამებენ შენ? არ გესმისო, რეალს ლაპარაკობენო შენზეო? გაიმართლეო თავიო რა. და არ არაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად. ამას არიდოს უფალი. ამ შემთხვევაში უკვე პილატესაც აღარ პასუხობს. ერთადერთ შეკითხვაზე უპასუხა. ისის თავისივე პირით ათქმევინა, რომ შენ ამბობ, რომ მე ვარ მეუფე გურიათა. ამათი ყაყანი და ამათი ის არ აინტერესებს უფალს. ხოლო დღესასწაულთა ჩვეულიყო მთავარი იგი და მიუტევის ერთსა მას ერთი ყრობილი, რომელიცაა უნებნმა. დღესასწაულის დღეებია, იცით თქვენ? და დღესასწაულებზეო ჩვეულება ქონდაო პილატესო, რომ თუ კი ყავდაო რამოდენიმე ყრობილი, შეპყრობილი ადამიანი, სიკვდილ მისჯილი, აქ სიკვდილ მისჯილებზე იყო ლაპარაკი ძირითადად,
ერთ-ერთ სიკვდილ მისჯილს ათავისუფლებდა ხალხის მოთხოვნის მიხედვით. რატო აკეთებდა ამას პილატე? მოდი დავსვათ შეკითხვა. იმიტომ რომ ეს პოპულისტური ნაბიჯი იყო. ხალხში პოპულარობა ხო წყუროდა. კეთილშობილი და გულმოწყალე სახელი ხო უნდა ქონოდა მას. და მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ იყო არც კეთილშობილი და არც გულმოწყალე, მას ეს იმიჯი სჭირდებოდა და ამიტომ ამას აკეთებდა. რომ ყოველ დღესასწაულზე ამინისტიას გამოსცემდა და ერთ პრობილს, ერთ დამნაშავეს სიკვდილ მისჯილს, რომელსაც ხალხი მოითხოვდა ათავისუფლებდა. ეხლა უყურეთ, პილატეს უნდა ამ საშუალების გამოყენება. რატომ უნდა? იმიტომ რომ პილატე ხვდება, რომ ეს ადამიანი დამნაშავე არ არის. პილატესთვის უფალს არაფერი დაუშავებია. მიუხედავად იმისა, რომ პილატეს ამპარტავანი სულია, მის ამპარტავნებას ქრისტე არ შეხებია. ის ცალკე საკითხია, ის საერო მთავრობა ღმერთს არ აინტერესებს. და პილატეს სწორედ ერის მთავარია. დანახეთ რა ხდება? იმის გამო, რომ პირადად პილატესი და ქრისტეს გზები არ გადაკვეთილა ერთმანეთთან და პირადად პილატეს იესოსაგან არანაირი წენა არ ახსოვს, კარგად ხედავს პილატე, რომ ეს ადამიანი მართალია, შეიძლება იმას ვერ ხვდება, რომ ღმერთია და განკაცებულია და ასე შემდეგ, მაგრამ კარგად ხედავს, რომ მართალია. კარგად ხედავს, რომ ისინი უდანაშაულოდ ძდევნიან მას და უსაფუძვლოდ ითხოვენ მის მოკვდინებას, რომ არანაირი მსგავსი არ ჩაუდენია იესოს საიმისო, რომ ის მოაკვდინო. ამას ხედავენ ესენი კარგად. უпроსტად პილატე ხედავს ამას კარგად. და ამიტომ პილატეს სურს ახლა გამოიყენოს ეს საშუალება, უნდა რომ შრალი გამოვიდეს წრიდან. უნდა რომ არც მწვადი დაწვას, არც ჩაფური ხედავს ერთი მხრივ ამ გაბოროტებულ მოხუცებულებს და წიგნობრებს და ფარისევლებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რომ იესო ჯვარზე გაკრული და მკვდარი დაინახონ. და მეორე მხრივ ხედავს ხალხს, რომელსაც უყვარს იესო და მას გაუგია იესოს შესახებ. მას პირველად არ ესმის. ის იუდეის პროკურატორია და კარგად იცის რაც ხდება იუდეაში. მაგრამ მოდი ვნახოთ, გამოიყენებს ამ შანსს თუ არ გამოიყენებს. ხოლო ხვა ვინმე მაშინ პრობილი შესწავებული, რომელს ერქვა ბარაბა. ანუ იყო ერთიო პრობილიო შესწავებული ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ყველა მიცოდა, რომ იყო დამნაშავე. ანუ საყოველთაოდ განთქმული კრიმინალი. აი არავის რო არ უყვარდა. არავის რო არ უყვარდა. ყველას რო გაწირული ყავდა. ესეთ პრობილზეა ლაპარაკი ხალხო. ბარაბა, რომლის სახელის გაგონებაზეც კი ეშინოდა ყველას. ეხლა უყურე პილატე ფიქრობს თავის გულში, რა, რომ ეს ისეთი კაცია, რომელიც არავის არ უყვარს. პილატე შინაგანად დარწმუნებულია, რომ როგორც კი არჩევანს დაუყენებს ამ ხალხს, იესო თუ ბარაბა, ის ხალხი იესოს აირჩევს და მოეცემა მას საშუალება იმისა, რომ იესო გაანთავისუფლოს. ნახეთ? პილატე დარწმუნებული ამაში. პილატესაც კი ვერ წარმოუდგენია, რომ თურმე ისეთი ამბავი აქვს დატრიალებული უკვე ამ ფარისევლებს და წინობრებს, იმათ გათვლილი აქვს ეს. იმათ ხო იციან, რომ ერთ პრობლემს მიუტევებს ხოლმე და ათავისუფლებს პილატე. ამიტომ წინასწარ გათვალეს ეს ყველაფერი და ხალხი გადაიბირეს და უთხრეს წინასწარ, რომ აი პილატე რო გამოვა და რო შეგეკითხებათ, რომ იესო გავათავისუფლო თუ ბარაბა, თქვენ ბარაბა დაიყვირეთ. ბარაბა ხალხო ადამიანი, რომელიც ყველა მიცოდა, რომ კოლელი იყო, საზიზღარი ადამიანი იყო, რომლის გამოსწორების შანსი აღარ არსებობდა. აი ესეთი ადამიანი მოგვეციო, წარმოგიდგენიათ ხალხო. ვიში გააცვლევიდა ამ ხალხს. მოდი ხა შეკითხვა დავსვათ. ამართლებს რამე იმ ადამიანების აქციელს, ვინც დაიყვირა, რომ ბარაბა მოგვეციო? განა ისინი ისეთივე იუდები არ არიან? ეს იცით რომელი ხალხია? ზოგი რომ შიერი დააპურა, ზოგს ხელი აღუდგინა, ზოგს ფეხი, ზოგს შვილი, ზოგი ეშმაკეული რო განყურნა, ეს ხალხია. აი ეს უმადური ხალხია, რომლებიც ყვირიან. ჩვენ ახლა იუდა უბრალოდ ის ერთი სახელი შემორჩა, თორე
უამრავი იუდა იყო იმ ხალხში, რომელმაც იგივე გააკეთა აბსოლუტურად. რაღაცა ალბათ ეთყო თითოეულა ვერცხლს შეპირდნენ, დღესო იმაზე რა ქვია, მიტინგებზე მოყავთ ხოლმე ხალხი მთავრობებს და ფულს უხდიან ხოლმე. და ეგეთი ვარიანტი იყო დაახლოებით რა. თუ თქვენ ბარაბა მოითხოვეთო, ამათმა უთხრეს რა, კაიაფამ და ამათმა. და ყველაფერი კარგად იქნება რა. და სამაგიეროდ აი ფულს მიიღებ, 5 ვერცხლს მოგცემთ. და გაიყიდნენ. ძალიან იოლად გაიყიდნენ. დავით არ შეკრებულ იყვნენ იგინი, თქვა მათ პილატემ. ხედავს ხალხს შეკრებულს, შემოხოლოს გარშემო. ვინ გნებავს ორთა ამადგანი და მიგიტევო თქვენ ბარაბა, ანუ იესო, რომელსაც არ ქვიან ქრისტე. რამე თუ უწყოდა ვითარმე შურით ამისცეს იგი, აი ნახეთ, აი დასტური იმისა, რაც ახლა მე თქვენ გეუბნებოდით, რომ იცოდაო პილატებო, რომ შურის გამო ხდებოდაო, ქრისტეს გაცემაო და შურის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი რაც ხდებოდაო. რომ შურდათო იმ ფარისევლებს და იმ წიგნობრებსო და იმ ჟურის მოძღვრებსო. და ამიტომ იმედი აქვს ეხა პილატეს, რომ ისე გამოძვრება, რომ არც მწვალს დაწვავს, არც ჩამპულს. და ეკითხება, ხალხს ეკითხება. რომ ვინ გინდათო, რომ გავანთავისუფლო პილატეო თუ ბარაბაო. იესო თუ ბარაბაო. პილატეს არც კი წარმოუდგენია. ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეს ხალხი ბარაბას დაიყვირებს. დავით არცა დაჯდა პილატეს საყდართა ზედა მიულინა მას ცოლმან მისმან და თქვა მას, არ არა იძეს შენი და მართლისა მაგის კაცის, არამედ თუ მრავალი მევნომე დღეს ჩვენებით მაგისთვის. ეს მნიშვნელოვანი მომენტია სხვათა შორის. ამაზე მე აპოკრიფულ სახარებაში წერია კიდეც. მისი ცოლის სახელიც წერია და წერია, რომ აგერ პირდაპირ არის გადმოცემული მათი მახარებლის მიერ, რომ ცოლმა მიუგზავნა პილატეს ადამიანი, რომელსაც ათქმევინა თავისი დანაბარები, რომ დაანებე თავი მაგ ადამიანს, ნუ გაისვრი ხელს მაგ მართალი ადამიანის სისხლში, შენ არაფერი გესაქმება მასთანო, მიულინა ცოლმა, იმიტომ რომ მეო წუხელისო მრავალი მეუნო მაგისთვისო. ანუ სიზმარი ნახა პილატეს ცოლმა. ეხლა თქვენ აქ მიაქციეთ ღმერთის სიყვარულს პილატეს მიმართ. ღმერთს როგორ უყვარს თითოეული ადამიანი, როგორ ზრუნავს თითოეულ მათგანზე, როგორ უნდა რომ არ წარწყდეს არც ერთი ადამიანი და როგორ ყველაფერს აკეთებს უფალი იმისათვის, რომ ადამიანმა არასწორი ნაბიჯი არ გადადგას. მაგრამ მე თქვენ არაერთხელ გითხარით, ეხლაც გაგიმეორებთ, რომ მიუხედავად ღმერთის მზრუნველობისა, ჩვენ გვრჩება ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ გამოგვაქვს დასკვნა და განაჩენი ჩვენი საკუთარი თავისთვის, ან სასიკეთო, ან დამღუპველი. სიზმარი დაასიზმრა პილატეს ცოლს და მიუგზავნა, რომ ეს კაცი მართალია და დაანებე თავი, მე სიზმრისეული ჩვენებებიც კი მქონდა, რომ მაგ კაცის სისხლში შენ ხელი არ უნდა გაისვარო. მაგრამ პილატე არ უჭირებს. ხოლო მდელთ მოძღვართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერთს ამას, რაითა გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესო წარწმუნდო. ხედავთ? ის რაც გითხარით უკვე. წინასწარ გადაიბირეს ხალხი, მდელთ მოძღვარებმა და ფარისევლებმა, რომ როდესაც პილატე დასვავდა შეკითხვას იესო გინდათ რომ გავათავისუფლოთ თუ ბარაბა, რომ გამოეთხოვათ მათ ბარაბა. რომლის გამოსწორების იმედი არავის არ ჰქონდა და რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ ბარაბა ისევ თავის შაუბნელ საქმეს გააგრძელებდა, როდესაც გაათავისუფლებდა. ისევ დახოცავდა ხალხს, ისევ გაძარცვავდა ხალხს.
და გაანთავისუფლება მოვიდესო, დაგხოცოსო, გაგძარცოსო. ოღონდ იესო არ გაანთავისუფლო. ხალხის სიბრმავე, ხალხო. შენი აზრი ხო უნდა გქონდეს, შენი გონება ხო უნდა გქონდეს. ვინც არ უნდა გითხრას და რაც არ უნდა შემოგთავაზოს. როგორ შეიძლება შენ გაიმეტოს სასიკვდილოდ ის, ვინც შვილი გადაგირჩინა, ვინც შვილი გაგიცოცხლა, ვინც შენ თვითონ განკურნა, თვალები აგიხილა. მაგრამ აი ხედავთ რა, რამხელა ძალა აქვს მასას და რამხელა ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ადამიანზე. მე მოგიყევით მსგავსი მაგალითი იაპონელების მიერ ჩატარებულიც და ამიტომ ეს ძალიან საშიშია ხალხო. ამიტომაც არის რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ სულიერად ვიყოთ მტკიცეები და ძლიერები, რომ არ შეგვარყიოს მასის ზემოქმედება. საზოგადოებრივმა აზრმა ჩვენზე ვერ უნდა იბატონოს, ვერ უნდა იმოქმედოს. არ უნდა გქონდეს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა გქონდეს იმას, ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე. მეტი არაფერს. მიუგო მთავარმან მან და თქვამად, ვინ გნებავს ორთა ამათგანი და მიგიტეო თქვენ, ხოლო მათ თქვენს ბარაბა. საწყალი ადამიანები, უბედური ადამიანები რა. რავი, ღმერთმა აპატიო და ღმერთმა მიუტევო, რა ვიცი. თქვამად პილატე, რა უკვე უყო იესოს, რომელსაც ქვიან ქრისტე? ეხლა შეკითხვას უსვავს პილატე, ანუ ნახეთ ხალხო. ჯერ ხო დაინახა რომ ახლა უსაშინელესი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ბარაბა გამოითხოვეს. და შემდეგ უკვე ეკითხება რომ იესოს რაღა უყო, კაცო, კაი, იმის განთავისუფლებას მთხოვთ, მაგრამ ეს რა დავსაჯო, ისთვის დავსაჯო? ანუ იმედი აქვს კიდე შინაგანად პილატეს, რომ იტყვის ის ხალხი, რომ კაი იესოს გაუშვი რა განთავისუფლე, გააკეთე გამონაკლისი. ბოლო-ბოლო ციხეში ჩასვი, გააროზგე. და თქვენ იცით რომ იმიტომ გააროზგა სწორედ. იმიტომ გააროზგა სწორედ პილატემ იესო, რომ იმედი ქონდა კიდე რომ ხალხის გული მოტრიალდებოდა, მოლბებოდა და იფიქრებდნენ რომ აი კარგი, რომ აი ესე ვტანჯეთ და ბოლო-ბოლო კაი გაუშვი, გაანთავისუფლე ახლა რა. თქვენს მათ ყოველთა ჯვარს ეცვი. ყველა მერტად დაუყვირა, ჯვარზე გააკარიო. ხოი საოცრება. ხოი უგუნურება ადამიანებისა. ვისთვის აკრავ ჯვარზე? ვის აკრავ ჯვარზე? ღმერთს? სიყვარულს? ვის აკრავ ჯვარზე? ადამიანო. შენთვის გამოსახსნელად მოსულ ღმერთს? შენ რომ შენი უნიათობით ვეღარ დაიბრუნე ის სასუფეველი რომელიც დაკარგე. შენ რომ დაგავიწყდა როგორია ღმერთი, როგორია სიყვარული, რომ მოვიდა ადამიანი და ამას ყველაფერს გასწავლის. ამდენი სასწაული აღისრულა. ამხელა სიყვარული გამოავლინა თითოეული თქვენთაგანის მიმართ. და მას იმეტებ შენ სიკვდილისთვის და თანაც ყველაზე დამამცირებელი და ყველაზე მტანჯველი სიკვდილისთვის ჯვარზე აკრავ. ხედავთ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი ხალხო. და მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის და კიდე ძალიან ბევრჯერ გაგიმეორებ რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი თავი მოვიაზროთ აი იმ ადამიანებში რა. ჩვენ წარმოვიდგინოთ რომ იქ დგავარ მათთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ რომ არც ერთი თქვენთაგანი არ იფიქრებს იმას რომ იმათ რიგებში იქნებოდით ვინც დაიყვირა რომ ბარაბა მოგვეციო და იესო ჯვარზე გააკარიო, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ცდებით. ეხლა იცი რატო არ იფიქრებთ მაგას? იმიტომ რომ 21 საუკუნეში ხართ, ქრისტიანობის ისტორია იცი. აგერ მამო განგიმარტავთ ამ ყველაფერს და გიხსნით. აი ამიტომ არ იფიქრებთ. თორე აბა ყოფილიყავით. აბა თანამედროვეები ყოფილიყავით.
აბა ყოფილიყავით იმ ფარისევლების და მწიგნობრების ზეგავლენის ქვეშ. აბა არ ცოდნოდა ჯერ კიდევ სამყაროს, რომ იესო არის მესია და მხსნელი და ღმერთი. ეს ჩვენ ვიცით დღეს 21 საუკუნის შემდეგ. და აბა ყოფილიყავით ისეთი ამპარტავნები, როგორიც დღესა ვართ. იცოდეთ ხალხო, იცოდეთ. მე ჩემ თავზე მithქვამს და კიდე ჩემ თავზე გეტყვი. თქვენ რო არ გეწყინოთ. მე ბევრჯერ შემშინებია. ძალიან ბევრჯერ შემშინებია და რო დავფიქრებულ ვარ იმაზე, რომ შეიძლებოდა რომ მეც იმათ რიგებში ყოფილიყავ. ჩემი აპარტავნების გამო. ძალიან დიდი იყო ამისი ალბათობა. ამიტომ კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ 1000 მადლობა უფალს, რომ დღეს ცხოვრობთ ახლა ამ დროში და არა მაშინ ვიყავთ. ხოლო მთავარმა თქვა მან, ეხლა პილატე კიდე ცდილობს, რომ რაღაცა გააკეთოს. ხო გაიგო ეხლა ამ ხალხის ყვირილი, რომ ჯვარზე გააკარიო. ეხლა კიდე ეკითხება, ჩაეკითხა. და რა ბოროტი უქმნიესო, ცუდი რა გააკეთაო. რა დააშავო საიმისო, რომ ჯვარზე გავაკრავო. ხოლო იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყუდეს ჯვარს ეცვი. ადამიანს, როდესაც საღი აზროვნების უნარი ეკეტება, უკვე აღარ იცის რას ამბობს, აღარც აინტერესებს არაფერი რა. მათ არ აინტერესებს აი ეგზალტირებული ბრბოარი. ყვირიან, არც აინტერესებს დააშავა, არ დააშავა, არც მისი კეთეები ახსოვს. ეს იცით რა ხალხია, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ. სულ რაღაც 2 დღის წინ მეფედ კურთხევას შეუპირებდნენ იესოს. სულ რაღაც 2 დღის წინ ოსანას გალობით რო შეხვდნენ იერუსალიმში ვირზე მჯდარს და საკუთარ ტანსაცმელს რო უფენდნენ დაბლა. ეს ის ხალხია, ხალხო. ის ხალხია, სხვები კი არ არიან. აი ამიტომ რა მინდა იცით გითხრათ, აი ხლა ვისარგებლებ ამ შემთხვევით და აუცილებლად გამოვიყენებ ამას რა. უმრავლესობა ჩვენთაგანი ცხოვრობთ საზოგადოების წინაშე რა და პოზირებთ საზოგადოების წინაშე. და სულ მაინტერესებს ადამიანების აზრი, აბა ადამიანებს მოუწონვა თუ არ მოუწონვა. აბა როგორი პრიჩოსკა მაქვს ახლა ხალხს მოეწონება თუ არ მოეწონება, რა მაცვია, როგორ ვიქცევი, როგორ საუბრობ, როგორ ვიკვებები. რა არის ჩვენთვის საზომი? ხალხის აზრი, საზოგადოებრივი აზრი, ხო ასეა? ხო და აი ეს ის ხალხია ხალხი. აი საზოგადოებრივი აზრი. რომელიც დღეს უпростоრად გუში იესოს მეფედ კურთხევას უპირებდნენ და დღეს ჯვარზე გაკვრას ითხოვენ გავეშებულები და გონება დაბინდულები და დაბრმავებულები. აი ეს არის საზოგადოებრივი აზრი. და ეხლა თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება და თქვენ თვითონ დაფიქრდით, რამდენად ავტორიტეტული უნდა იყოს თქვენთვის საზოგადოებრივი აზრი. მე იმას კი არ გეუბნებით, რომ ანარქისტები იყო და არავის ანგარიში არ გაუწიოთ, არა. ყოველთვის იცოდეთ, უმაღლესი საზომი თქვენთვის უნდა იყოს ღმერთის აზრი თქვენ შესახებ და არა ადამიანების აზრი. ადამიანების აზრი ცვალებადია. ადამიანების აზრი ფოჩიან კანფეტებზე იყიდება. უცებ შეიძლება შეიცვალოს. აი, კლასიკური მაგალითი. და ამიტომ ყოველთვის ის გაინტერესებდეთ თქვენ ღმერთი რას იფიქრებს თქვენზე. ღვთის წინაშე როგორ იქცევით და არა ადამიანების წინაშე. ღმერთია ერთადერთი ობიექტური და ჭეშმარიტი საზომი და უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის. თორე ვის წინაშე პოზირებთ ხალხო? აი ამას წინაშე პოზირებთ? ქრისტე ჯვარზე გააკარიო, აი ამას წინაშე პოზირებთ? თქვენ იცით რომ დღეს რომ მოვიდეს ქრისტე, დღეს. აი ისე როგორც მაშინ იყო მოსული, სიმდაბლით. აი რო წარმოვიდგინოთ ისე რა, ჰიპოთეტიურად რომ რაღაცა გადაწყვიტოს უფალმა რომ ხელახლა მოვიდეს კაცობრიობის გამოსახსნება. იგივე მისიით, რა მისიისად მოვიდა პირველ საუკუნეში.
თქვენ იცით რომ დღეს მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანულია თითქოს ხო უმრავლესობა დედამიწის მოსახლეობისა ბევრად უფრო საშინელი სიკვდილით მოაკვდინებენ უფალს დღეს რომ მოვიდეს და ესენი რომ ქრისტიანები იქნებიან იცი მუსულმანები კი არა ქრისტიანები მოკლავენ სულ რაღაცას გეუბნებით მაგრამ იცოდეთ რომ ეს ნამდვილადია ადამიანებს ვიცნობ კარგად და იმიტომ გეუბნებით მე მგდელი ვარ აღსარებებს ვიცნობ ვითარცა იხილა პილატე რამე თუ არას არგებს არამედ უფრო იზღაში ფოთი იქმნების მოითხოვა წყალი და დაიბანა ხელმი წინაშე ერისა მის და თქვა უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისა თქვენ იხილეთ როდესაც დაინახაო პილატემო რომ ამ თავისი მცდელობითო უფრო მეტად აშფოთებსო ამ ხალხსო და ეს ხალხი გულსმოსვლელი არ არიან და პირიქით ლამი შეუვარდნენ სასახლეში პილატეს მიხვდაო რომ აზრი არ აქვსო რა იესოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას ანუ მიხვდა რომ აქ ყველაფერს დელთაურები და ფარისევლები დირიჟორობენ და პილატესთან უბრალოდ სიმბოლურად მიიყვანეს იმიტომ რომ როგორც გითხარით არ უნდათ მათ რომ მათ გაისვარონ ხელი იესოს სიცხში და უნდათ რომ ეს პილატე მაღასულოს მათ მაგივრად და ეს ყველაფერი იგრძნო და დაინახა პილატემ რომ იესო განწირული ყავთ და მოითხოვაო წყალიო დაიბანაო ხელიო და თქვაო მეო უბრალო ვარო მაგის სისხლისაგან ანუ მეო დანაშაული არ მემეწყვისო თქვენ იხილეთო სხვა მახარებელი გვეუბნება ესეთ რაღაცას რომ როდესაც დაინახეს მგდელმთავრებმა რომ პილატე ცდილობს მაქსიმალურად რომ გაანთავისუფლოს იესო ეუბნებიან ესეთ რაღაცას მაგანო თავიო მეფეთ წარმოაჩინაო და ყველა ადამიანიო ვინცო მეფობას დაიჩემებსო კეისარს ეწინააღმდეგებაო ნახეთ საიდან მოუარეს მგდელმთავრებმა იმიტომ რომ იციან კარგად რომ პილატე კეისრის დანიშნულია რომის პროკურატორი იყო და კარგად იციან რომ ეხლა პილატე რადაც არ უნდა დაუჯდეს სამშობლოს გაყიდის სოუშვილ გაყიდის და თავის ადგილს გაუფრთხილდება ყველანაირად ხედავთ ხელჩასაჭიდი ისევ სადა აქვს ეშმაკ ხედავთ რატო არ აქვს პილატეს გამართლება ღვთის წინაშე იმიტომ რომ მას შეეძლო მას ჰქონდა ხელმწიფება რომ დაპირისპირებოდა ამ ხალხს და იესო გაანთავისუფლებინა მაგრამ რატო არ გაანთავისუფლა ამ პარტაუნების გამო იმიტომ რომ თავის ადგილს გაუფრთხილდა თავის ტყავს გაუფრთხილდა იმას რომ ეს ხალხი მერე ცილს დასწამებდნენ კეისრის წინაშე რომ ადამიანი რომელიც თავს მეფედ ასაღებდა ამან შეიწყალა და გაანთავისუფლა და ამის შეეშინდა და მიიღო გადაწყვეტილება შემდეგ უკვე აი ეს რაც ახლა აქ წერია რომ ხელები რო დაიბანა და თითქოს უნდოდა რომ რაღაცა აქაც მშრალად გამოსული და ხო ეუბნება რომ მე უბრალო ვარ მაგის სისხლისაგანო პილატეს ეხლა ეს უბედური ხალხი რას უყვირის ნახე მიუგო ყოველმან ერმან და რქვეს სისხლი მაგისი ჩვენზედა და შვილთა ჩვენთა ზედა ხალხო ნახეთ რას ამბობს ეს ხალხი კიდევ ერთხელ გეუბნებით კარგად დაფიქრდით ის წინაშე ცხოვრობდა პოზირებს მაგისი სისხლიო შენ მაგაზე არის დარდო კაცო მაგის სისხლი ჩვენზე იყოსო და ჩვენ შვილებზე იყოსო შვილებს რაღაც ერჩოდნენ ეს უბედურები ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მაგისი სისხლიო საკუთარი თავი რა დონეზე დაიწყევლეს ხედავთ და საკუთარი შთამომავლობა დაიწყევლეს რა დონეზე დარწმუნებული იყვნენ თავიანთ სიმართლეში როგორ იყვნენ დაბრმავებულები და დაბნელებულები რომ სწორად იქცეოდნენ
რა ცვალებადია, რა მყიფეა, რა საშინელია ადამიანი ხედავთ ღმერთის გარეშე. და რა საწყალია ადამიანი. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესოს შოლტითასა და მისცა მათ რაითა ჯვარს ეცვას. გაანთავისუფლა ბარაბა, იმიტომ რომ ეხლა სიტყვა იყო, პილატეს ძალიან სანუდოდა რომ გაენთავისუფლებინა ბარაბა. მაგრამ იძულებული გახდა. იმიტომ რომ ამ ხალხმა მოითხოვა. და თვითონ კიდე შეპირდა რომ ორი და ნეტს გავანთავისუფლე. მიუხედავად იმისა რომ მას ვერ წარმოიდგენდა რომ იესოს არ მოითხოვდნენ, დადგა აი ამ ფაქტის წინაშე და გაანთავისუფლა ბარაბა, ხოლო იესოს შოლტითასა და მისცა მათ რაითა ჯვარს ეცვას. და იესო გააშოლტინა, იესო გააროზგინა და როგორც გითხარით, იესო გააროზგინა იმისათვის, რომ შემდგომში იქნება ამას მაინც მოელგო იმ ადამიანების გული, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება, სამწუხაროდ ეს ყველაფერი განჭრეტილი იყო ღვთისაგან, როგორც მე გითხარით, რომ ადამიანის ბოროტება ბოლომდე უნდა გამომჟღავნებულიყო და ბოლომდე უნდა დაენახა კაცობრიობას თავისი სიგლახაკე, თავისი სიმყრალე და ბოლომდე მიხვდარიყვნენ ყველანი თუ რამდენად დაავადებულები ვართ ჩვენ სულიერად და რამდენად დიდია უფალი, რამდენად დიდია მისი სულძელება და მისი კაცმოყვარება, რომ ესეთი ადამიანებისთვისაც მზად არის რომ თავი გაწიროს და ჯვრიდანაც კი ევედროს მამას, რომ მამაო მიუტევე არ იციან ესენი რას იქმანენ. ჩვენ 26 მუხლი დავამთავრეთ, 27 თავის, 27 მუხლზე გავჩერდით და მოდი შევჩერდეთ აქ, როცა მოიწურა და შემდეგ სამშაბათს გავაგრძელებთ უკვე და დავასრულებთ მეორე ნაწილს 27 თავისას და დაგვჭება შემდეგ უკვე ერთი თავი. ერთი წუთი შემოგაგზავნეთ.